ჩემს ეკრანსაც და გაგაცნობთ ინსტრუმენტს უფრო სწორად, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოც არის და ძალიან გამოსადეგი ჩვენს მუშაობაში. ეს გახლავთ Microsoft 365-ის პროგრამა Streamy, რომელიც გახლავთ ვიდეო პლეიერი, მაგრამ არა მხოლოდ ვიდეო პლეიერი. ამიტომ სწორედ ჩემი ეკრანის გაზიარება. თუ გაზიარდა? დიახ, გაზიარდა. ჯერ არა. არა, ეხლა კი. ჩემთან. ეხლა იცით რა შეასაქმე არის უკვე ინტერნეტის სიჩქარეზე დამოკიდებული. ზოგთან სწრაფად გაზიარდება, სადაც კარგი ინტერნეტია შედარებით და ზოგან ნელა გაზიარდება, მაგრამ გაზიარებული არის იცოდეთ. ხო, აი ნახეთ ეხლა. მე გიჩვენებთ, შეგახსენებთ უბრალოდ ამ ინსტრუმენტებს, რომელსაც უკვე გაეცანით. Outlooks, OneDrive, PowerPoint-ი, ასვეა ეს პროგრამა. აი დღეს კი ვსაუბრობთ აი ამ ვებ ინსტრუმენტზე, Stream-ზე, რომელიც ასევე ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტი გახლავთ Microsoft 365-ის. იმიტომ რომ ყველა ვიდეო ფაილი აი ამ ჩვენს ამ სივრცეში Microsoft 365-ის სივრცეში ყველა ვიდეო ფაილი იხსნება Stream-ში. თუნდაც ჩვენი შეხვედრების Teams-ში ჩვენი შეხვედრების ჩანაწერები სწორედ ამ პროგრამაში იხსნება კი არა, ინახება კიდევაც. თქვენ თუ ამ პროგრამაში შეხვალთ, აუცილებლად ნახავთ, იპოვით Teams-ში, აი აქ ამ სივრცეში თუ გქონიათ რაიმე ვებინარები და ასე ჩანაწერები გაკეთებულა და ასე შემდეგ, ყველაფერი არის აქ თავმოყრილი. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემთან მაგალითად, მე ახლა ამ პროგრამასთან და ზოგადად ამ 365-თან შეხება მაქვს დიდი ხანია უკვე 2019 წლიდან და თუ კი რამე მქონია, ესე იგი Teams-ში ან ჩანაწერი ან ვებინარს დავსწრებიო და ყველაფერი აბსოლუტურად შემიძლია მოვიწიო 2019 წლიდან დაწყებული. ასე რომ თქვენს თუ დაინტერესდებით და შეხვალთ ამ პროგრამაში და მოიძიებთ და ჩაწერთ თუ გახსოვთ ის რა ის არის რა ვებინარი, აი იპოვით აუცილებლად. ძველ ჩანაწერებსაც კი. კარგით, მოგლეთ, მაგრამ ეს არ არის მეგობრებო, მხოლოდ ვიდეო პლეიერი, ამ ინსტრუმენტს აქვს ბევრი სხვა ძალიან საინტერესო შესაძლებლობები. მოდით გადავიდეთ და გავეცნოთ, მოგლეთ, იმასაც გეტყვით, რომ შესაძლებელია, რა თქმა უნდა, უშუალოდ აი აქედან Outlook-იდან გადასვლა ნებისმიერ ინსტრუმენტზე გახლავთ შესაძლებელი. აი თუ დააწყაბებთ ამ კვადრატებს, შემდეგ უკვე ხსნის ძირითადი ინსტრუმენტებს და თუ გაინტერესებთ, მარტო ესენი არ არის, ესენი ძირითადი ინსტრუმენტებია, რომლებიც ჩვენ ყოველდღიურად გვჭირდება ჩვენს მუშაობაში, Post-ი, OneDrive, Word-ი, Excel-ი, PowerPoint-ი, ახლა OneNote-ი ძალიან საჭიროა, უბრალოდ ჩვენს სივრცეში რატომღაც ნაკლებად იყენებენ ამ OneNote-ს არა და ძალიან კარგია. ნუ SharePoint-ი ეს გახლავთ, WebGood-ის შექმნა აქ და ამას უბრალოდ ცოტა აქ თავაზობთ. ნაკლებად შეიძლება ეს თქვენ გამოიყენოთ თქვენ საქმიანობაში, თუმცა ძალიან საინტერესოა რა თქმა უნდა. Teams იყენებთ ყოველ წუთს შეხვედრებთან დაკავშირებით და გჭირდებათ და აი სვეიზე გესაუბრეთ და აგერ Stream-ი. თუ აი ამას დავაწყაბებ, ხო სხვა აპები, სხვა აპლიკაციები რო წერია აქა. გამოიტანს უამრავ ინსტრუმენტს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეხლა ეგ უკვე თქვენი არჩევანია თუ თქვენ მოისურვებთ და რაიმეს გადაწყვეტთ, კი ბატონო, მაგრამ აი ეს ძირითადი ინსტრუმენტები ნამდვილად ძალიან საჭიროა ჩვენთვის ყოველდღიურად მუშაობაში. რაზედაც ჩვენ გავაკეთეთ აქცენტი და პირველ რიგში აი ამ საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ამ შეხვედრებზე პირველ რიგში გაცნობთ აი ამ ინსტრუმენტებს. და მეოთხე სესიიდან უკვე ფაქტობრივად 4 შაბათს ვიწყებ უკვე ჯგუფების მიხედვით მეოთხე სესიას და აი აქ საუბარი დავაანონსებ, ასე ვთქვათ, გვექნება როგორც შევქმნათ ელექტრონული ჟურნალი, ელექტრონული წიგნი, თუნდაც ბავშვებს მაგალითად გავაკეთებინოთ დაწყებით კლასში, ნებისმიერ საგანში შეიძლება გამოიყენოთ ქართული იქნება ეს თუ რაც გინდა იყოს, არა აქვს მნიშვნელობა, გინდაც იყოს სომხური, გინდაც იყოს აზერბაიჯანული, შესანიშნავად გამოიყენებთ ბავშვებს ძალიან მოსწონთ ეს
როდესაც თავიანთი მოთხრობების მიხედვით ან არაფორმალურ განათლებაში შეიძლება გამოიყენოთ კიდევ ელექტრონული წიგნი, ელექტრონული ბროშურა და ასე შემდეგ. ამას დაეთმობა მეოთხე სესია. ხო, შეგვიძლია აქედან გადავიდეთ stream-ში, რა თქმა უნდა, მაგრამ შეგვიძლია დამოუკიდებლადაც თუ კი გსურს, უბრალოდ ავკრიფოთ Microsoft 365 მე გამოიტანა კიდევაც Microsoft 365.com და ასეთაც შეგვიძლია შევიდეთ ჩვენ ნებისმიერ ამ ინსტრუმენტში, რაც შეგვიძლია გამოვიტანოთ Outlook-ში. აი ნახეთ, ეს მიჩვენებია და ეხლაც გიჩვენებთ. ამ შემთხვევაში იგივე ფაქტობრივად იგივე გვერდი გამოვა, ოღონდ უშუალოდ პირდაპირ აპლიკაციებით. და აი ეს კიდე გახლავთ ხელოვნური ინტელექტი, მოგესალმებათ Microsoft კაპილოტი, ამაზეც გვექნება ჩვენ ერთ-ერთი შეხვედრა დაეთმობა ამ ხელოვნურ ინტელექტს და მის გამოყენებას სასწავლო პროცესში, ეს ძალიან საინტერესო გახლავთ. Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტი არის ეს კაპილოტი და ერთ-ერთი სესია დაეთმობა ამას აუცილებლად. კარგით, აქედანაც შეგიძლიათ შეხვიდეთ, აი დააწყაპებთ აი ამ კვადრატებს და აგერ ის ყველა ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენთვის ყოველდღიურად ძალიან საჭიროა. კარგით, მე მაინც იქედან გადავალ, აი აქედან, მაგრამ აქ მნიშვნელობა, მაგრამ რატომღაც ასე მიყვარს ხოლმე. აი stream-ი, გადავედით stream-ში. ნახოთ, ეხლა ჩაიტვირთოს ეს. ხო, ნახეთ, პირდაპირ გამოიტანა ერთი წუთი რა, მინდა რომ ინგლისურად იყოს, იმიტომ რომ ხო. აი ასე, ნახეთ, ეს stream-ის ღილაკებია ესენი. გამოქვეყნება, ეკრანის გაზიარება, კამერიდან ვიდეოს ჩაწერა, ვიდეო პროექტის შექმნა და პლეილისტი ვიდეოების ჩამონათვალი რო გააკეთოთ, თქვენთვის საინტერესო ვიდეოები რომ მოაგროვოთ და შექმნათ სია თქვენი საინტერესო ვიდეოების, აი ეს ღილაკი ამის საშუალებას გაძლევთ. ეხლა დავაწყაპოთ აი ამ პირველს გამოქვეყნებას, ვიდეო ფაილებზე არის საუბარი. stream-თან დაკავშირებით თუ საუბრობთ ჩვენ, ესე იგი, ეს ეხება ვიდეო ფაილებს, ვიდეო ფაილებზე მუშაობას, ვიდეო ფაილის გამოქვეყნება, ვიდეო ფაილის გახსნა, ვიდეო ფაილის დაჭრა ფრაგმენტებად, ნაწილებად, ან პატარა ვიდეოების გაერთიანება ერთ ფაილად, ეკრანის ჩაწერა, რასაც გავაკეთებთ ჩვენი კომპიუტერის ეკრანზე, რომ ჩაიწერება და შემდეგ ვიდეოს სახით რომ მოგცემს, კამერის გამოყენებით, ჩვენი კომპიუტერის კამერის გამოყენებით, რომ ჩაწერთ ვიდეოს, ეს იქნება მხოლოდ თქვენი სახე გამოჩნდება და ვიდეო მიმართვა, ან რაიმე ტექსტის წაკითხვა, ან არ ვიცი, ვინ რაში გამოიყენებს, მისი გადასაწყვეტია, შეგიძლიათ ჩაწეროთ ვიდეო, თქვენი საუბროთ, რაღაცა ნებისმიერი მიმართვა, რაღაცა რა ვიცი, ვის რა უყვარს, ვინმე იმღეროს, ან ლექსი თქვას, ან რაღაცა ჩაწეროს და შემდეგ გამოაქვეყნოს ან YouTube-ზე, ან TikTok-ში და ასე შემდეგ, ვინ როგორ გამოიყენებს. აი კამერიდან ჩაწერა მაგისთვის არის ძალიან კარგი მოკლედ. მოლე დავაწყაპებ, ეხლა მე გამოვაქვეყნებ რაიმე პატარა ვიდეოს, რომ დიდხანს არ დაგჭირდეს ლოდინი ჩატვირთვაზე. შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ მეგობრებო, რა თქმა უნდა, ნახეთ ახლან დავაწყაპებ, როგორც თქვენი კომპიუტერიდან, ასევე ნახეთ აი OneDrive-დან. ეხლა OneDrive ხო საცავია ფაქტობრივად, ჩვენ გქონდა პირველი შეხვედრა დაეთმო სწორედ OneDrive-ს და დეტალურად ვისაუბრე, ვინც ესწრებოდით ამ შეხვედრას OneDrive-ზე, რომ ძალიან კარგი სივრცეა და ძალიან კარგად შეიძლება მისი გამოყენება. თუ გაქვთ მანდ ვიდეო ფაილები, შეგიძლიათ იქიდანაც შემოიტანოთ, ან კომპიუტერიდან, ან OneDrive-დან ვიდეო ფაილებზეა საუბარი. ეხლა მე შემოვიტან კომპიუტერიდან უბრალოდ, რომ ნახეთ. აქედან იყოს დიდი არ მინდა რომ იყოს, მაგრამ ძალიან პატარა. აი ეს იყოს, აი ეს ჩემი მოსწავლეებისთვის გამოვიყენე ჩვენ საქართველოში ეს ვიდეო ამოჭრილია თვითონ ფილმიდან. ძალიან კარგია. როცა თბილისს ასწავლობენ ბავშვები ჩვენ საქართველოში მე-6 კლასში. აი გამოქვეყნდება და შემდეგ უკვე კარგად გამოჩნდება ყველაფერი. თუ რა შესაძლებლობები აქვს
ამ პროგრამას, streams. მაინც როგორ 28 მეგაბაიტია და მაინც როგორ ჭირდებათ, რომ არა და კარგი ინტერნეტი მაქვს და რა ჭირს. ატვირთვის სიჩქარეა დაბალი. აი ჩაიტვირთა. ეხლა გავხსნათ ეს და გაიხსნება stream-ში რა თქმა უნდა. აგერ მე მგონი ყველას გეცნობათ ეხლა. კი ბატონო, ახლა რამდენჯერ გავაკეთო ეს ავტორიზაცია. Ну, კი ბატონო, ეს ვიდეოს გახსნა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი აქ ამ სივრცეში წერან უკვე მოგახსენეთ ამის შესახებ, რომ ნებისმიერი ვიდეო, რაც მოხდება ამ სივრცეში, Microsoft 365-ის სივრცეს აგულისხმობ, იხსნება stream-ში. კიდევ ერთხელ ვიტყვი. და აი ეს გახლავთ stream-ი. აი მოსაძიებელი ვიდეოების მოძიება, თუ გინდათ რაიმე ვიდეოს მოძიება, რა თქმა უნდა, აი აქედან შეგიძლიათ მოძებნოთ. აი ღილაკები, პირველი ღილაკი, ესე იგი ნახეთ, წერან უკვე გითხარით, სხვანაირად იყო ის ღილაკები გამოტანილი, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა, იგივეა ფაქტობრივად ეს ყველაფერი, კამერის ჩაწერა, ეკრანის ჩაწერა და აი ნაწილებად დაჭრა, ვიდეოს დაჭრა ფრაგმენტებად. ხა ეს არის გამოქვეყნება, აი აქედანაც შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ ვიდეო, თქვენი კომპიუტერიდან იქნება თუ OneDrive-დან იქნება, ეს clipchamp იგივეა, რაც დაჭრა ფაილებად. აი აქაც რომ არის, აი ეს იგივეა. ცალკე ღილაკია, იგივეა ფრაგმენტებად დაჭრას გულისხმობს ვიდეოსი გადმოწერა. შემდეგ ვიდეოს გადმოწერა. ან თუ გვინდა ფაქტობრივად წაშლა ვიდეოსი. ან აი შეგვიძლია აქედან გააკეთოთ პლეილისტი, წეგან გიჩვენეთ ვიდეოების ჩამონათვალი მეთქი. საინტერესო ვიდეოების პლეილისტი თუ გააკეთებთ, თქვენი ის არის, თქვენი გადასაწყვეტია. მოკლედ ეხლა ნახეთ. პირველ რიგში მინდა გიჩვენოთ ჯერ როგორ შეიძლება დავჭრათ ვიდეო პატარ-პატარა ნაწილებად. ან ამოვჭრათ შუა ნაწილი, ვთქვათ არ გვინდა და ამოვჭრათ, ან თავში, ან ბოლოში, ან საერთოდ ნებისმიერ ადგილას რაღაცის ამოჭრა გინდათ. ხო გქონიათ ასეთი შემთხვევა. არ გქონიათ შემთხვევა ვიდეოს დაჭრა რო გინდათ, ამოჭრა რო გინდათ რაიმე ნაწილის ვიდეოდან. ну ხშირად შეიძლება გქონდეს ასეთი შემთხვევა. კი, აი ან გაკვეთილზე გადაღებული ჩანაწერი მაგალითად არ მინდა ის მთლიანად ის ჩანაწერი, რაღაცა ნაწილები მინდა, ხო? სწორედ ამისათვის რომ ძალიან საჭიროა ეს ყველაფერი, მაგითო გადავწყვიტეთ რომ შემოგთავაზოთ, გაგაცნოთ ეს ინსტრუმენტი და გამოიყენოთ. ძალიან მარტივია, ახლა ვენახავთ თქვენ ამას. აი დავაწყაპოთ ამ შემთხვევაში აი ამ clipchamp ვიდეო, ანუ დაჭრა ვიდეოსი კლიპებად. ეხლა გაიხსნება უკვე სამუშაო სივრცე. stream-ის. აი აგერ გაიხსნა, ახლიდან უნდა შემოვიტანოთ ფაილი, მაგრამ ამჯერად არ დაგჭირდება ლოდინი, იმიტომ რომ ის ფაილი უკვე აქ ამ სივრცეშია და ადვილად შემოვიტან. აქედან კი მეუთითებ, მაგრამ ერთი წუთით. აი ეს იყო ხო 27 წუთიანი. არა, მეტი. აი ეს იყო. ადვილად შემოვიტან ამას. აი შემოვიტანე. შემდეგ რა ძალიან მარტივია, ვიდეო რო შემოვა აი აქ და მინდა ამ ვიდეოს დაჭრა. პირდაპირ ნახეთ, აი აქ ჩამოიტანთ. ჩასვავთ აი აქ. ახლა ეს გაიშლება. მთლიანი ვიდეო გაიშალა კადრებად, ნაწილებად. ნაწილებად კი არა, ვიდეო კადრები. ჩანს თითოეული კადრი ვიდეოსი აი აქ. და სწორედ აი აქედან ხდება დაჭრა, რა თქმა უნდა. ძალიან მარტივად ხდება, მეგობრებო. შეგიძლიათ ბევრნაირად გააკეთოთ ეს. შეგიძლიათ დროის მიხედვით გააკეთოთ, მე რამდენი წუთზე გინდათ ფაქტობრივად. ჩართავთ ვიდეოს ჩვეულებრივ. სადაც გინდათ, რაც გინდათ რომ მოაჭრათ, იქ შეაჩერებთ, რა თქმა უნდა, ვიდეოს. ეხლა თუ მაგალითად მე უკან დავაბრუნებ ამას, თუ მაგალითად თქვენ თავიდან გინდათ ჩამოჭრა,
ეს კიდევ უფრო მეტად ადვილია. შეხედეთ აი ასე, აი. ნახეთ ახლა თან იქ უყურებთ ამ კადრებს აკვირდებით, ან თუნდაც წუთს დანიშნავთ და აი ასე ძალიან მარტივი. აი ეს მაგალითად მე მოვაცილე აი ეს ნაწილი უკვე. მე კი შემიძლია უკან დავაბრუნო ისევ, მაგრამ როგორც ხედავთ, თავიდან და ბოლოდან ძალიან ადვილია ჩამოჭრა. აი ამ მეთოდით. თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთაც შეიძლება, თქვათ მე მინდა, რომ სადღაც მე-5 სეკუნდზე, ან მე-4-ზე, აი აქ მინდა რომ აი ეს ნაწილი მოვაცილო. ვაწყაპებ მაგრატელ, თუმცა გაჩვენეთ როგორ შეიძლება ამისი მოცილება როცა თავიდან გვინდა ჩამოჭრა, დასაწყისიდან. ვაწყაპებთ მაგრატელს და ფაქტობრივად შეხედეთ რა მოხდა, აი ეს უკვე გამოყოფილია. ჯერ არ არის ეს წაშლილი, ჯერ არ არის ჩამოჭრილი, მაგრამ გამზადებულია უკვე. თუ მინდა დავტოვებ ამას და არ არის პრობლემა. თუ აღარ მინდა რომ მოვჭრა, თუ არა და მზად არის მოსაჭრელად, ძალიან ადვილად, აი მაუსის მარჯვენა მხარეს დავაწყაპებთ და აგერ წაშლა delete. ეხლა ეს მართალია კი ასე გამოეყო, მაგრამ ვიდეო ამით არ გაფუჭებულა. თუ აღარ მინდა ვთქვათ. აი ნახეთ. ეს ვიდეოს არ ეთქობა. ვიდეო ჩვეულებრივად მუშაობს, უბრალოდ ნაწილი მომზადებულია ჩამოსაჭრელად. და წავშალოთ, მოვაჭრათ, კი ბატონო, ან ჯერ იყოს მოიცადეთ. და მინდა შუა ნაწილი ამოვჭრა, ხო, ვთქვათ. რა მაგარია. გრამოფონია? ვთქვათ, ნახეთ ეხლა, აი ეს არის მე-13, წუთიც არ არის, ეს არის სეკუნდი. მე-13-დან თქვათ მინდა 30-მდე, ისე ვიცახი რა მაგალითისთვის. ამას აი აქ დავუწყაპებ მაგრატელს, ეს მოვნიშნე, შემდეგ გავაგრძელებ, მივალიმ 33 ან მე-20, სადაც მინდა რომ ნახეთ. აი მოусმინე. ესეც მე-20. აი აქაც ესე იგი მაგრატელს დავაწყაპებ. და ნახეთ ეხლა ფაქტობრივად თუ დანაწილდა და რომელ ნაწილსაც მინდა იმ ნაწილს ამოვიღებ. აი ამას თუ მინდა კიდევ დავჭრი რა თქმა უნდა ნაწილებად. აი გაჩვენა, აი ამოვაგდოთ. ძალიან მარტივად. აი ამოვაგდე. თუ თქვენ დაბრუნება გინდა თუ კან, ესეც ადვილია უნდოთი. ნახეთ. ეს ხო Word-შიაც არსებობს ზოგადად, PowerPoint-შიაც არსებობს ეს ფუნქცია, უცბად თუ გაგახსენდა რომ არ გინდოდა რომ წაგეშალა, მალევე ოღონდ. თუ მე სხვა რამე გააკეთე, მე აღარ მოქმედებს. იმ წუთს უნდა გააკეთოთ თუ დაბრუნება გინდა თუ კან. ეს კეთდება Word-ის ფაილშიაც, ალბათ იცით ამის შესახებ. Word-ის ფაილშიაც კეთდება, იქაც არის ამის ნიშანი, აი ასეთი და PowerPoint-შიაც არის, თუ რაღაცა გინდა უკან დააბრუნო. წაშლილი. ან ტექსტი ან სურათი ან რამე სლაიდზე მაგალითად თუ წაგეშალა შემთხვევით და იმ წუთს თუ დააწყაპებ აი ამ სიმბოლოს, იქაც ეს სიმბოლო ცნობილია, ასეა ყველგან უკან დაბრუნება, უნდა. ხო, ნუ არ მინდა და უნდა დავჭრა და ამოვჭრა, კი ბატონო და ამოვჭერი, ხა. ეს ისე გითხარით. შემდეგ რას ვაკეთებ? აი ამას მოვწევ აქა. აი ასე. ის ამოვჭერი, ამოვაგდე და გავაერთიანე ეს ვიდეოები და ის აღარ არის, მოკლედ რა თქმა უნდა, ამოჭრილია ის ნაწილი, რაც არ მინდოდა სიტყვაზე. და ასე გავაგრძელებ და დავჭრი უთვალავ ნაწილებად, ახლა არ აქვს მნიშვნელობა ვის როგორ. აი ასე ხდება. და კიდევ ახლა დავჭრა. და როგორც ხედავთ, ნახეთ ნაწილები დაჭრილია და ბოლოში კიდე თუ ბოლოდან მინდა მოჭრა, ასე გავაკეთებ, ასედაც გავაკეთებ და ასედაც შემიძლია გავაკეთო ამ მეთოდით.
ამ მეთოდითაც აი ბოლო ნაწილს მოვაჭრი. აი ეს. ეს დაჭრა. რამე ხომ არ აქვს შეკითხვა? მეგობრებო, შეკითხვა ხომ არ გაგიჩნდათ რამე? არა. კარგით. ეხლა ნახეთ რა არის აქ შესაძლებელი, ყველაფერს მოგახსენებთ, ეს მხოლოდ ეს კი არ არის აქ. შესაძლებლობა, ბევრი რამე სხვა რამე შეიძლება საინტერესო გავაკეთოთ აქ. შეგვიძლია ვიდეოს, მაგალითად, თუნდაც აი ამ ვიდეოს თავისი ხმა მოვაცილოთ. აი ესენი რო ახატია, ნახეთ. ხმას ნიშნავს ეს და ამას გაუთიშავ. აი ასე. და ხმა აღარ ექნება. და შემიძლია დავადო სხვა აუდიო ფაილი. შეიძლება ეს იყოს ჩემი საუბარი, პედაგოგის საუბარი მაგალითად, რაიმე ვიდეოს ახსნა, ვიდეო ფაილს რო რაიმე ახსნა გავუკეთოთ, თქვენი ტექსტი დაადოთ. მაგალითად, თუ ქართული არის ვიდეო და გინდათ რომ ბავშვებს სიტყვაზე შეიძლება გჭირდებოდეთ ის აზერბაიჯანულად თქვენი ჩაწეროთ თქვენი ტექსტი, თქვათ სომხურად, აზერბაიჯანულად და ის დაადოთ ის ტექსტი ვიდეოს. შექმნათ, აი ტელეფონითაც შეგიძლიათ ჩაწეროთ ხმა. საუბარი, თქვენი საუბარი ტელეფონებს ხო აქვს? ჩამწერი, ხმის ჩამწერი. და შემდეგ ის გადმოიტანოთ კომპიუტერში. MP3 ფორმატში უნდა გააკეთოთ, ოღონდ იცოდეთ, თვითონ დასაყენებელი აქვს, როცა იწერთ ხმას, საუბარს ტელეფონში. ან რაიმე ტექსტს. იქ პარამეტრებში უნდა შეხვიდეთ ამ ჩამწერის პარამეტრებში და დააყენოთ, რომ ფაილი იყოს MP3 ფორმატში, აუდიო ფაილი იყოს MP3-ს რო ვეძახით, MP3 ფორმატში. იმიტომ რომ აუდიო ფაილებში ყველაზე მოხერხებული ეგ არის. და ამას არ ჭირდება იმას მერე კონვერტირება და არაფერი MP3 ფორმატში უნდა იყოს. მოკლედ, შეგიძლიათ შემოიტანოთ მუსიკა მაგალითად რაიმე აუდიო ფაილი და ის დაადოთ აქ. ნებისმიერ ვიდეოს. ამ შემთხვევაში ამ ვიდეოს აღარ შემოვიტან სხვას, ეს იყოს რა მნიშვნელობა აქვს? აი მუსიკა აქაც არის, მეგობრებო, მაგრამ კი ბატონო, აქ არის რაღაცა აუდიო ისინი, აუდიო ფაილები. კი ბატონო, აი. მაგრამ ეხლა პრინციპში, როცა ჩვენ ამას ვაკეთებთ, ჩვენ გვინდა რომ ისეთი აუდიო ფაილი დავადოთ, რომელიც ჩვენ გვესიამოვნება ჩვენ გსურს და ან შეიძლება ეს იყოს ჩვენი ხმის ჩანაწერი, ან მოსწავლის ხმის ჩანაწერი. ხომ შეიძლება რომ მოსწავლის ხმა ჩავწეროთ, ან მოსწავლე ლექსს კითხულობს, ან რაიმე მოთხრობას კითხულობს, ის ჩავწეროთ. და შემდეგ დავდოთ ან მე გაჩვენებთ კიდე შეიძლება სურათებით ვიდეო გააკეთოთ აქა. თუნდაც ბავშვების სურათები იყოს კლასში გადაღებული, შემდეგ იმას დაადოთ მათი ხმები და გააკეთოთ ვიდეო ძალიან კარგი. რამე ბევრნაირად შეიძლება ეს გამოიყენოთ, აი უბრალოდ ჩვენზეა დამოკიდებული, რა გვინდა. ეხლა მე თქვენ გიჩვენებთ როგორ დავადოთ აუდიო ფაილი. შეგიძლია ეს ავიღო, აი აქედან ძალიან მარტივად შემიძლია, მაგრამ გიჩვენებთ შემოვიტან კომპიუტერიდან, არ არის პრობლემა, ძალიან მარტივია. აი my media ფაილები. ანუ media ფაილები, media რესურსი ალბათ იცით რომ მოიაზრებს ნებისმიერ ვიდეოს, სურათს, აუდიო ფაილებს, ყველაფერი ერთად აღებული, ეს არის media რესურსი. ამიტომ ვაწყაპებ, რა თქმა უნდა, აი import, ანუ შემოტანა media ფაილის, როგორც კომპიუტერიდან მეგობრებო, ასევე OneDrive-დან. აქედანაც შეგვიძლია თუ გვაქვს ასეთი ფაილები OneDrive-ში, შეგვიძლია აქედან აუდიო ფაილები ნამდვილად არ მაქვს მე OneDrive-ში, ვიდეოები კი, მაგრამ ამიტომ ჩემი კომპიუტერიდან შემოვიტან რაიმეს. ეს ისეთი არ თვლი, მაგრამ აი ამას შემოვიტან, ეს იყოს. ეს კი ვიდეოა, მაგრამ მუსიკაა მხოლოდ. MP4-ია, მაგრამ არა უშავს, შეგიძლიათ ასეთი ვიდეოც გამოიყენოთ, სადაც მხოლოდ მუსიკაა. ერთ სურათზე არის მუსიკა. ეხლა ძალიან მარტივად ხდება ესეც, აი ჩამოვიტან
და აი აუდიო რო წერია აი აქ ამ ადგილას მოვიტან და ჩავსავ ამას. აი ესე. ეხლა ეს დიდია, მაგრამ შეგიძლიათ იმის ზომაზე დააყენოთ ძალიან მარტივად. ადვილია ეს. ეხლა ეს აუდიო ფაილი დიდია, ის პატარაა, მაგრამ ეგ არ არის პრობლემა. ნახეთ ძალიან ადვილად რა ხდება, ადვილად ძალიან. აი დავაყენებ იმის ზომაზე. არ არის პრობლემა, ამისიც არანაირი. აი ნახეთ, ეხლა ამას ის თავისი ხმები რაც აქ უნდა გათიშული აქ, როგორც ხედავთ და რომ ჩავშთავ, მე რაც დავადე აი აქ, იმას გაიგონებთ. ანუ ამ ვიდეოს სულ სხვა აუდიო გავუკეთე მე. აი ჩავთავ ეხლა და ნახავთ. ეს არის ჩემი დადებული უკვე, რაც გესმით. აი ასე, როგორც ხედავთ, ძალიან მარტივად, ყოველგვარი გართულების გარეშე შეგიძლიათ შემოიტანოთ აუდიო ფაილები. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მაგალითად, მე არ მაქვს ეხლა ამ წუთს ჩემი ხმის ჩანაწერი. მქონდა ხოლმე რა ვიცი რაღაცები, ეხლა არ მაქვს ამ წუთს. შეგიძლიათ აი ეს შემოიტანოთ და ის დაადოთ. თქვათ ეხლა ეს ვიდეო მაგალითად, უბრალოდ აი მაგალითად ავიღოთ ქართული. ქართულის გაკვეთილი, ხო, პატარებთან. და არის, რა ვიცი, რომელ კლასში სწავლობენ, ვაჟა-ფშაველას სწავლობენ, შვილის ნუკრის ნაამბობს და რაღაცა ესეთ სწავლობენ ბავშვები თქვენთან. ან რაღაცა ეხლა ეს გამახსენდა უთქვათ. რაიმე მოთხრობა იყოს ქართულში, არა აქვს მნიშვნელობა და იმისი ამსახველი სურათები იყოს, თქვათ, ან მაგალითად აი თბილისის დაარსება, ლეგენდა თბილისის დაარსებაზე იყოს სურათები, არის ინტერნეტში სურათები, მე თვითონაც მაქვს თუ ისმეს უნდა გამოგიგზავნით. სურათები დადოთ აქ ეს სურათები, გიჩვენებთ ეხლა ეგ როგორ კეთდება და ხმის ჩანაწერი, ლეგენდას მოყვება ბავშვი ან მასწავლებელი ან რაღაცა იყოს ჩანაწერი და ის გაუკეთდეს ხმა. ნუ რა ვიცი, ბევრნაირად შეიძლება გამოიყენოთ, როგორც გითხარით უკვე. შემდეგ შეგიძლიათ ჩვეულებრივი სურათებიც შემოიტანოთ აქ და ჩაამატოთ ვიდეოში. ჩვეულებრივი სურათები ტელეფონით, გინდას ტელეფონით გადაღებული, რა მნიშვნელობა აქვს სურათი ჩვეულებრივი JPG ან PNG ფორმატში. რასაც იღებს ჩვენი ტელეფონები. რა ფორმატშიაც იღებს, ის სურათები შემოვიტან და გიჩვენებთ ახლა მაგასაც. აი ვატსაპებთ აქ import media, იმპორტი. მინდა სურათები, ხო, ერთი წუთით. იყოს აი ჩემი ბავშვების ეს ძალიან მარტივად შემოიტანთ. მე კიდევ შემოვიტან ერთ წელსაც. და მაგალითად მინდა რომ დავამატო დასაწყისში მაგალითად სურათი. ხო ნახეთ. არა, გამოვწევ აი ასე, თქვათ. აი, თუ თავში მინდა, ძალიან მარტივად გავაკეთებ. ეს თუ არ იქნება დაჭრილი, ისე უფრო ადვილად გამოვწევთ. და აი აქ დავამატებ ახლა ამ სურათს. ჩამოვიტან და ესე დავამატებ. ცოტა პატარა, გამოწევთ მე, არ არის პრობლემა. დავაყენებთ ჩვეულებრივ. ხო, ამასაც გავადიდებ, რა თქმა უნდა. აი ასე. შეგვიძლია შუაში ჩავამატოთ სურათი. ეგეც არ არის პრობლემა. ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ ჩავამატოთ არა ერთი, არა რამდენის თქვენ გინდათ. და საერთოდ შეგიძლიათ სურათებისაგან გააკეთოთ ვიდეო. მაგასაც გიჩვენებთ. ნუ ჩამატება როგორ ხდება, ამასაც გიჩვენებთ. თუ შუაში მინდა რომ ჩავამატო, არც ეგ არ არის, არანაირად არავით არის პრობლემა. რომელი დავდე? ძალიან მარტივად. შეგვიძლია ვნახოთ ეს გავსინჯოთ როგორ მუშაობს.
და გარდა მაგისა შემიძლია ეს სურათი არა დიდხანს გავაჩერო. ანუ ცოტა ხნით კი არ გაჩერდეს სურათი და გადავიდეს ვიდეოზე, არამედ შემიძლია ეს გავზარდო. სურათის ხანგრძლივობა, აი ასე. თქვენი ნება არის ესეც რა თქმა უნდა როგორ გინდათ. რამდენ ხანს გაჩერდეს სურათი და მე როდის გადავიდეს ვიდეოზე. აი ნახოთ ახლა ეს ყველაფერი. ცოტა დიდხანს გავაჩერებ, რომ კარგად გამოჩნდეს. აი ამასაც, აი ესე. ახლა ნახოთ ეს რა მივიღეთ. სურათი, შემდეგ ვიდეო. ხედავთ რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად მუშაობს. კი ბატონო, ეხლა სურათებისაგან რო გავაკეთოთ მხოლოდ ვიდეო. ამებს ამოვაგდებ. ეხლა შეიძლება საერთოდაც წავშალო და სხვა სურათები შემოვიტანო. უბრალოდ ცოტა დრო რა დავკარგო. და შემიძლია სურათები შემოვიტანო, ან იცით რა? შემიძლია ერთი სურათითაც კი გავაკეთო ვიდეო. როგორ? აი ასე. ამასაც ამოვაგდებ ახლა ნახეთ. და მაქვს ერთი სურათი და აი შემიძლია რომ ამ ერთი სურათით გავაკეთო ვიდეო. ამას გავაგრძელებ ბოლომდე და იქნება ერთი სურათი მხოლოდ და მუსიკა. ხო გინახავთ YouTube-ში ასეთი ვიდეოები, სადაც ერთ სურათზე არის ძალიან ბევრი სიმღერა ვთქვათ ჩაწერილი და ერთი სურათია. რამდენიც გინდათ იმდენია ასეთი ვიდეოები YouTube-ზე. თუ ასე გინდათ. თუ არა და ეხლა ეს როგორ გამოიყურება, ჩვეულებრივ ერთი სურათია უბრალოდ და მუსიკა მიდის. აი ნახეთ. ასე წავა ბოლომდე. კარგი. თუ გინდათ ასე რომ გააკეთოთ, თუ გინდათ სხვადასხვა სურათები, კი ბატონო, არც ეგ არ არის პრობლემა, აგერ მეორე სურათი, თუ ეს რომელია, თუ იგივეა. აი ეს. შემოვიტან კიდე სხვა სურათებსაც. რამდენიმე შემოვიტან კიდევ. აი ეს ვიდეო, შეგიძლიათ, ხო, ეგ იცით უკვე, რომ ვიდეო და სურათები შეგვიძლიათ ერთმანეთში აურიოთ. აი აქ ვიდეოც არის, ესეც შემიძლია შემოვიტან და ვიდეოც ან მარტო სურათები იყოს ვიდეოზე, ხო, იცით უკვე. ესეც ვიდეოა. კი ბატონო, აი ამას შემოვიტან. და კიდევ შემოვიტან. აი აქ არის. აი ეს ჩვენი სურათი. ეს აქ ჩამოვიტანთ ამ სურათებს უბრალოდ. დავალაგებთ აქ. აი ასე. ეხლა იცით რა შეგვიძლია რომ გამოვწიოთ ეს სურათები, გავახანგრძლივოთ უბრალოდ სურათის, აი ეს ზომაზე დავაყენოთ უბრალოდ თუ გვინდა ესე, აი უბრალოდ დიდხანს გაჩერდება სურათი ცოტა. აი ასე. კიდევ შეიძლება ეს აი, ეს ბოლო სურათი. აი, ესეც ასე. და ახლა უკვე ჩვენ მივიღეთ უკვე სურათებისაგან ვიდეოს მივიღებთ უკვე.
ნუ ნახოთ ახლა ჩავთოთ. მე მგონი გასაგებია, აი როგორი ადვილად შეიძლება სურათებით გააკეთოთ ვიდეო და აუდიო ფაილი დაადოთ თქვენთვის სასურველი, თქვენ რაც გინდათ. შეკითხვა ხომ არა გაქვთ? არ არის შეკითხვა? არა. კარგით, ეხლა კიდევ ალბათ ხვდებით იმას, რომ ძალიან მარტივად არის შესაძლებელი პატარ-პატარა ვიდეოები შემოვიტანო აქა და გავაერთიანო ერთ ფაილად. რამდენიმე პატარა ვიდეო, ან თუნდაც დიდი, რა ვიცი, თქვენი ის არის, როგორ გინდათ თქვენ, როგორ მოინდომებთ, როგორი ის გაგიჩნდებათ სურვილი, კლასში გადაღებული ვიდეოები გააერთიანოთ ერთ ფაილად. ეხლა ხედავთ ეს ძალიან მარტივია, მაგრამ მაინც გიჩვენებთ, კი ბატონო. ესენი ავიღოთ. გაჭრილია და ცალკე მომიწევს წაშლა. ესეც შეიძლება კომპიუტერის ის რომ არის კომპიუტერიდანაც შეიძლება წაშალოთ აი ასე ძალიან მარტივად ესე თუ მონიშნავთ და მე კომპიუტერიდანაც აი ესე იშლება. ეხლა შემიძლია რომ აუდიო ერთი წუთით ესეც შეგვიძლია ავიღოთ ეს აუდიო ფაილიც აი ასე და შემოვიტანოთ პატარ-პატარა ვიდეოები და გავაერთიანოთ ერთ ფაილად, ერთ ვიდეოდ. ძალიან მარტივად მოხდება, როგორც ხედავთ. იმიტომ რომ შემოვიტან ჩვეულებრივ, როგორც ეს სურათები შემოვიტანე პატარა ვიდეოებს. აი მანდამაკ ეს პატარა ვიდეოები დაჭრილი ფრაგმენტებად ზუსტად ბავშვებისთვის საჩვენებლად. და ხა შემოვიტან მაგას. აი ესენი, აი ერთი არის თქვა 7 წუთიანი შემოვიტან 7 მეგაბაიტიანი 7 წუთიანი კი არა. კიდევ შემოვიტან სხვა პატარას, მაგის ფრაგმენტია. აი ეს იყოს 16 მეგაბაიტიანი. ესეც 2 და ერთით შემოვიტანოთ. თუმცა შემიძლია ძალიან ბევრი შემოვიტანო, ხალხო, არ ახართ შეზღუდული არანაირად. უბრალოდ ბევრი დრო არ წაიღოს შემდეგ. ეს ცოტა დიდია. ნუ იყოს აი ეს კარგი. აი ასე ახლა შემოტანილია ეს ვიდეოები, როგორც ხედავთ, ამას ჩვეულებრივ ჩამოვიტან და დავალაგებ აქ. როგორც წეგან გავაკეთე. ეს იგივე შემოვიტანე, მაგრამ არა უშავს რა მნიშვნელობა აქვს, ახლა ჩვენ გვინდა უბრალოდ ვნახოთ ეს პროცესი. ხო ასეა. ახლა შეგიძლიათ ეს გამოწიოთ, რომ აღარ ჩანს უკვე, აი ასე. და აი ეს ბოლოში მაქვს კიდე, ხო, აი ეს. ესეც დავამატო აქა. აი ეს. ნუ საკმაოდ დიდი ფაილი გახდა უკვე. 3 ვიდეო გავაერთიანე, როგორც ხედავთ. და აი ასე. ნუ ეხლა შეგიძლიათ აქ აუდიო დაადოთ, რაც გინდათ. ეხლა აღარ დავადებ უბრალოდ აუდიოს, თუ გინდა დავადოთ. აი აქედან დავადოთ. აი აქედან რამე არ ვიცი. ეს რა აუდიოებია, რაღაცა მუსიკებია. აი
აი დაედო ესეც. გადმოიწერება. ნახოთ ეხლა ეს პატარაა, ეს დიდია, ეგეც არ არის პრობლემა. ხო იცით რომ ვერ ვაგრძელებ? მაშინ იმას დავაპატარავებ. ან შეგიძლიათ მეორე ვიდეო მეორე აუდიო დაადოთ კიდე. ეგეც არ არის პრობლემა. მოიცა ერთი წუთი მუსიკა და სხვა ჩამოვიტან და იმას მივაბავ. რა პრობლემაა? აი ასე. ეხლა ეს არის დიდი. მაგრამ ეხლა იცით როგორც დავაპატარავთ ძალიან კარგად. აი ასე. და დავაყენოთ ზომაზე. აჰა, მივიღეთ ეხლა ჩვენ გაერთიანებული ვიდეო. აი ხმა, აქედან იმ ხმას გათიშავთ. თუ გინდათ რომ ის გამოჩნდეს, ის მუსიკა, აი აქედან გაუთიშავთ ხმა ერთი წუთით. აი ესე. ამ ვიდეოებს ხო თავისი ხმა აქვს და თუ არ გინდათ თავისი ხმა, ძალიან მარტივად გათიშავთ. და დარჩება ის მუსიკა და ფაილი გახლავთ უკვე ერთიანი გაერთიანებული ვიდეო, 3 ვიდეო გავაერთიანე და დავადე სხვა აუდიოები, აუდიო ფაილები. ეხლა ნახოთ რა მივიღეთ. ბოლოდან და საიდან და ეს ერთი წუთი აი ეს არ გამომიწევია აი ეს და აი ეს უნდა გამოვწიოთ თავში და დაიწყო ბოლოდან ეს გამოსაწერია აჰა, აი ასე. ამ ნახოთ რამე. ეს მუსიკა აქედან ჩამოვიტანე. კარგით, ნუ გასაგებია, აღარ გვინდა ახლა ამაზე დრო დავკარგოთ, ამას უსმინოთ. როგორც ხედავთ, გაერთიანდა 3 ვიდეო, გინდა 5 გააერთიანეთ, თქვენი ნებაა ეგა. და შემდეგ რა თქმა უნდა გვინდა რომ გადმოვწეროთ. რისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს? რასაც ვაკეთებთ, გვინდა რომ შემდეგ გადმოვწეროთ ჩვენს კომპიუტერში, ხო ასეა? ნახეთ ეხლა, მოდი დავაპატარავებ ამ ფაილს, თორე ძალიან დიდხანს მოუხდება. დავაპატარავთ ეს. ნუ პატარა ვიდეო მივიღოთ. აი, ასე. კიდე უნდა ამას დაპატარავება, იმიტომ რომ დიდი ფაილია. ესე ხო ნახოთ რა ხელა. მაინც დიდია. უბრალოდ ნახოთ როგორ უნდა გადმოვწეროთ ეს ყველაფერი რა. ეგ მინდა რომ ნახოთ და მაგაზე იმაშვები. ვაპატარავებ რომ დიდი დრო არ დაჭირდეს ამის დამუშავებას და გადმოწერას შემდეგ კომპიუტერში. ამიტომ ვაპატარავებ. როგორ ხდება? ჩვეულებრივ ძალიან მარტივად ხდება, მეგობრებო, ეხლა გიჩვენებთ მაგას. ეს არის ბოლო უკვე, ამ შემთხვევაში რაც ეხებოდა ვიდეოს დაჭრას ნაწილებად, აუდიო ფაილის დამატება და ისა გაერთიანება სხვადასხვა პატარა ვიდეოსი, სურათებით ვიდეოს შექმნა, სურათების ჩამატება ვიდეო ფაილში. აი ეს ყველაფერი მე თქვენ გიჩვენეთ. და საბოლოო ჯამში გადმოწერა ყველა შემთხვევაში ერთნაირად ხდება. გინდა სურათებით გაკეთებული ვიდეო იყოს, გინდა დაჭრილი იყოს და ასე შემდეგ გადმოწერის პრინციპი არის ერთ და იგივე. როცა უკვე გავამზადებთ ამ ჩვენ ფაილს, სასურველ ზომებად დავჭრით ან გავაერთიანებთ ან ასე შემდეგ, აი ღილა კი ექსპორტ ან გაზიარება. ნუ ახლა გაზიარება ნახეთ, თუ გაზიარება გვინდა WhatsApp-ებთ აი ამ ღილაკს share გაზიარება. მაგრამ ეს თქვენ უკვე იცით, ვინც ესწრებოდა ჩემი OneDrive-ის სესიას.
უნდა ის გავაკეთოთ, რომ წდომა მივცეთ ვიდეოზე, აი თუ ჩვენ მული გაუგზავნოთ და გაუზიაროთ ვინმე კოლეგას ან ბავშვებს, ამ შემთხვევაში უნდა მივცეთ წდომა. ეს უკვე გაჩვენეთ, მაშინ როგორ კეთდება, მაგრამ კიდე გავიმეორებ, აუცილებელია რომ მონიშნული იყოს აი ეს ღილაკი. anyone, ანუ ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს წდომა და გახსნას ვიდეო იქნება თუ სხვა ფაილი იქნება. არ აქვს მნიშვნელობა, როცა ჩვენ აქედან ვაზიარებთ. ასე უნდა გაზიარდეს ყოველთვის, თუ გვინდა რომ იმ ადამიანებმა ეს ნახონ ან გადაიწერონ. აი ეს ღილაკი, anyone, ყველა. განურჩევლად, არც ავტორიზაციას მოითხოვს ამ შემთხვევაში და არაფერს. როცა მონიშნულია ეს ღილაკი. შემდეგ ვაწყაბებთ ღილაკს apply და აი აგერ უკვე შემიძლია ახლა დავაკოპირო ეს copy და თქვენ მან ჩაგიგდებთ ახლა chat-ში და ასე გაუგზავნოთ, გაუზიაროთ კოლეგებს ან მოსწავლეებს ან ნებისმიერ ადამიანს, აქ თქვენი გადასაწყვეტია. აი chat-ში გაგიზიარებთ ახლა ამას. ამ ვიდეოს რაც გავაკეთე იქ. აი ასე. სახელი არ დავაწერე ვიდეოს და ვიდეო პროექტი 21 თვითონ ავტომატურად აწერს ასე ვიდეო პროექტი. ეს გაზიარებული გაქვთ და ეხლა ნახოთ გადმოწერა. ეს რაც შეეხებოდა გაზიარებით და ეხლა გადმოწერა export ღილაკს ვაწყაბებთ და ნახეთ ეხლა რა ეს რას მიჩვენებს რა კარგი. არა უშავს რაღაცას მეუბნება რომ ვიდეო ცოტა ისარ და გაასწორეო თუ რაღაც ეხლა ჩვენთვის ეგ არ არის თავარი. ჩვენთვის თავარი არის ის როგორ ხდება გადმოწერა. ნახეთ როგორი მაღალი ხარისხები აქვს. 4K ხარისხი ძალიან კარგია ვიდეოსი 1080. თვითონ ავტომატურად მონიშნავს 1080, რომელიც ასევე მაღალი ხარისხია, მაგრამ მე მოვაწყაბებ აი ამ 720 რაც უფრო მაღალია ხარისხი, მით უფრო დიდია ფაილი, იცოდეთ? თუ ეხლა არ გეჩქარება არსად და გინდა რომ რაღაცა კარგი ხარისხის ვიდეო მიიღო, რა თქმა უნდა, დააწყაბებ 4K-ს, რომელიც ძალიან მაგარი ხარისხია და ისე გადმოწერ. ამ შემთხვევაში იყოს ეს ახლა არა აქვს ამას მნიშვნელობა ახლა ჩვენთვის ამას. მალე გადმოიწეროს. შემდეგ ნახეთ ახლა თვითონ ავტომატურად ინახავს OneDrive-ში ამ ფაილს. და თანაც ლოკაციასაც გიჩვენებთ, მაგრამ სად შეინახავს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ეს ლოკაცია, ანუ შეცვალოთ ის ადგილი, სადაც უნდა შეინახოს ფაილი. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ, აწყაბებთ აი ამ ღილაკს, change location, ლოკაცია. და OneDrive-ში მე თვითონ მოვნიშნავ, სად შეინახოს, რომ მე ადვილად ვიპოვო. თუმცა რა თქმა უნდა კომპიუტერში შემიძლია გადმოვწერო ეს, მაგრამ შემიძლია OneDrive-ში შევინახო. ამიტომ OneDrive-ში მე თვითონ მიუთითებ სად შეინახოს, რომ ადვილად ვიპოვო მერე. ეხლა აქ არის გახსნილი ჩემი ფაილები, ხო? OneDrive-ში ჩემი ფაილები. ეხლა აი მანანა 1. აი ამ საგაღალდეს მოვნიშნავ და აქ ჩააგდებს თვითონ ავტომატურად. და ეხლა ნახეთ შეიცვალა ეს ლოკაცია და წერია მანანა 1. ანუ აი ამ საკაღალდეში მიუთითე მე, რომ აქ ჩააგდოს, რომ მე ადვილად ვიპოვო. შემდეგ უკვე აი სახელი დავარქვათ, სახელი ვიდეოს, აქედან შეგიძლიათ დაარქვათ სახელი, რაც თქვენ გინდათ ვიდეოს, დავარქვათ ქართულს ჩვეულებრივად იღებს და ჩვეულებრივად მიიღებს აზერბაიჯანულსაც და სომხურსაც აუცილებლად. ვიდეო ფაილი იყოს ესე რა მნიშვნელობა აქვს აი ესე. და შემდეგ ვაწყაბებთ უკვე ღილაკს export. ექსპორტი რო გავაკეთოთ. ეხლა ნახეთ აი აქ გამოჩნდება როგორ იტვირთება ვიდეო. ამუშავებს თვითონ პროგრამა და მოგცემთ ვიდეო ფაილს უკვე.
რომელიც შეგიძლიათ გადმოწეროთ კომპიუტერშიაც და კიდევ აქ სხვა ღილაკებიც არის. რო ჩაიტვირთება, გააქტიურდება ეს ღილაკები. აი ვიდეო ჩაიტვირთა, ეხლა გააქტიურდა, ნახე კომპიუტერში შენახვა. თუ გვინდა კომპიუტერში შენახო, ვაწყაბებთ ღილაკს Save to your computer, აი და მონიშნავთ, სად გინდათ შეინახოს კომპიუტერში, როგორც ხდება ხოლმე ნებისმიერი ფაილების შენახვა ჩვენს კომპიუტერში, იყოს დესკტოპი და შევინახოთ. ეხლა ეს კიდევ მუშავდება და ეს ღილაკებიც გააქტიურდა. ეხლა ნახოთ, აქ უკვე გადმოწერილი იქნება ეს ჩემს კომპიუტერში ვიდეო ფაილი ჰქვია. აი, მეგობრებო, აქ არის. ეხლა ამას გავხსნი და გიჩვენებთ. ეხლა რა მივიღეთ იქ რაღაცა მუსიკა დავადე და რაღაცა, მაგრამ რაც არის ეს არის, ანუ როგორი ვიდეო გადმოიწერება, აი. ერთი წუთი. ჯერ არ არის ჩატვირთული ბოლომდე ვიდეო და იმიტომ არის ისა. ნახოთ ეხლა იქა რა ხდება. აი გააქტიურდა ეხლა. ნახეთ, შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ stream-ში, შეგიძლიათ გაუზიაროთ, ეს გაზიარება უკვე გიჩვენეთ მე და ასევე შეგიძლიათ გაუგზავნოთ მეილით, რა თქმა უნდა, Teachers Go-G-ის ხალხს. Share with people at EMIS, ანუ EMIS-ის ხალხი ჩვენა ვართ. საინფორმაციო მართვის ცენტრი ჩვენი რაც არის, ჩვენი განათლების სამინისტროს EMIS-ი. ეს ამასაც ხო ეგ მართავს ჩვენს აი ამ Office 365 ჩვენი პაკეტი რაც არის, Outlook-ს და ასე შემდეგ და ვისაც აქვს Teachers Go-G, იმას ისინი იგულისხმებიან people at EMIS. დავაკოპიროთ ლინკი გასაზიარებლად. გავხსნათ, სადაც არის შენახული, აი გავხსნათ, ეხლა სადაც შევინახე მე ხო შევცვალე ის ლოკაცია. ნახეთ, ეხლა გაიხსნება ის ჩემი საქაღალდე მანანა 1. აი მანანა 1 და აქ არის ეგ ვიდეოც, აი ვიდეო ფაილი. აი ეს გახლავთ. აი აქაც შეგვიძლია ჩავთვათ, გაიხსნება stream-ში. მოგასმენთ. შეგიძლიათ აქედანაც გადმოწეროთ სხვათა შორის რა პრობლემაა, აი download ღილაკი, გადმოწერის ღილაკი და შეგიძლიათ აქედანაც გადმოწეროთ. stream-იდან, აი აქედან. ახლა აღარ გადმოვწერ უბრალოდ, აღარ არის საჭირო. აი ესე იგი, რაც შეეხებოდა ვიდეო ფაილების დამუშავება, დაჭრა, გაერთიანება, აუდიო ფაილის დადება, ასევე გაერთიანება, სურათებით ვიდეოს შექმნა. აი რაც შეუძლია კიდევ, ესე იგი ვიდეო ფაილების რაც ეხება ვიდეო ფაილების დამუშავებას. და შეკითხვა ხომ არ გაჩნდა რამე? შეკითხვა ხომ არ გაქვთ რამე? არა. არა? კარგით. ეხლა ნახეთ ძალიან საჭირო და ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია. კიდევ რაც აქვს stream-ს, ეს წეღან გითხარით, ჯერ არ მიჩვენებია. ეს არის კამერის ჩაწერა და ეკრანის ჩაწერა. ეხლა კამერის ჩაწერა, მეგობრებო, მე წეღან გითხარით და ალბათ მივხვდით და უბრალოდ მე არ გავაკეთებ ეხლა ამის. უბრალოდ გიჩვენებთ რა ხდება თუ დავაწყაბებთ აი ამ ღილაკს. ჩვენი კამერა ჩაირთვება. მე ეხლა არ მქონდა კამერა ჩართული ჩემი Teams-ში, მაგრამ
ეხლა ეს მოითხოვს კამერას და ჩაირთა კიდევაც, ეხლა მე გამოვჩნდები აქ. ეხლა მე შემიძლია ჩავწერო ჩემი თავი, ან თქვათ რაიმე წავიკითხო ან ლექსი წავიკითხო რაღაცა ან რაიმე ვიმღერო ან რაღაცა ასეთი. რომელიც ნებისმიერი ამ რასაც გავაკეთებ ჩემი მოქმედება ჩაიწერება და შემდეგ შემიძლია ეს გამოვაქვეყნო. ეხლა ცუდი ხარისხით ჩანს, იმიტომ რომ აქ დიდი შუქი არ მინთია ოთახში და თორემ მშვენიერი ხარისხი იქნება. ჩაიწერება და ვიდეოს მიიღებ და გამოიყენეთ ამ ვიდეოს რაშიაც გინდათ, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა, ეხლა შეიძლება ვინმეს ეს დაჭირდეს და იყოს საჭირო ეს. როგორ არ არის საჭირო? არის საჭირო. მე კი მაგალითად ყველაზე მეტად ვიყენებ ეკრანის ჩაწერას. ნახეთ, ეხლა ამას არ გავაკეთებ. უბრალოდ მივხვდით როგორც მოხდება ეს. აი ამას უფრო გიჩვენებთ. ეკრანის ჩაწერა. დავაწყაპოთ ამ ღილაკს და აგიხსნით ეხლა რა მოიაზრება ამ ეკრანის ჩაწერაში. ხო, ნახეთ ეხლა. როდესაც თქვენ ამას პირველად აკეთებთ, აუცილებლად აი აქ გამოიტანს პატარა ეკრან, აი ესეთ რაღაცა ჩანართს და გთხოვთ, რომ წდომა მისცეთ პროგრამას თქვენს კამერაზე და მიკროფონზე. სხვანაირად ვერ მოხდება ჩაწერა. თუ არ გამოიტანა ეს, ჯერ ერთი გამოიტანს, როცა პირველად აკეთებთ ესეთ რამეს ამ პროგრამაში, აუცილებლად გამოიტანს მაგას. თუ არ გამოიტანა ყოველ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ თქვენ თვითონ გააკეთოთ. აი ამას გახსნით. რომ ნახოთ, ჩართული უნდა იყოს კამერა აუცილებლად. ნუ ლოკაციას ეხლა არა აქვს მნიშვნელობა არსებითი, მაგრამ აი კამერა უნდა იყოს ჩართული, მიკროფონი უნდა იყოს ჩართული აუცილებლად, აი ეს საუნდ ხმა, მაინც ესეც უნდა იყოს ჩართული. თქვენ თვითონ შეგიძლიათ ჩართათ. თუ თვითონ არ შეგეკითხათ პროგრამა, პირველად როცა აკეთებ ყოველთვის გეკითხება, მაგრამ მაინც გეუბნებით, თქვენ თვითონ შეგიძლიათ ჩართათ. ეხლა რა მოიაზრება? მოდი დავაჭიროთ და ისე ავხსნი. Start დავიწყოთ ეკრანის ჩაწერა. ამ ღილაკს ვაწყაპებ. და ეხლა გვაქვს სამი ვარიანტი. შეხედეთ, მე Chrome მაქვს ეხლა გახსნილი, Google Chrome, Chrome-ის ტაბები, ფანჯარა და მთლიანი ეკრანი. კომპიუტერის დესკტოპი. თუ მე აი ეს პირველი რაც არის მონიშნული, ეხლა ამ შემთხვევაში იცით რა იგულისხმება? ეხლა მე აქ რეებიც ამაქვს გახსნილი, ხო, ტაბები, ანუ გვერდები. ძალიან ბევრი მაქვს გახსნილი, როგორც ახედავთ უაზროდ. არა, უაზროდ არ არის, მაგრამ ესე არ შეიძლება, როგორც მე ვწვირთავ ხოლმე, მაგრამ რაც ყველა მინდა, ყველა მაინტერესებს, რაც გახსნილია. მოკლედ, თუ მე რომელიმეს მოვნიშნავ აქედან რაც გახსნილებია, აი აქ არის ჩამოთვლილი, რაც გახსნილია. თუ მე მინდა, რომ მაგალითად ეხლა აი აქ ეს რა არის, ერთი წუთით. თუნდაც აი ეს რა არის? აი ეს არის მანანა საქართველოს, აი ეს მინდა ვიპოვო. აი. მაგალითად ეხლა მინდა, რომ აი ამას მოვნიშნავ და მხოლოდ ამ გვერდზე, აი ეს გვერდი გახლავთ ესა? აი ამ გვერდზე, რასაც გავაკეთებ, ნუ ვილაპარაკებ თუ აჩვენებ აქ რაღაცას, ჩაიტვირთება ეს ძალიან კარგი რესურსი, აი რასაც გავაკეთებ აქ გადავალ სხვა იმაზე, აი აქ თავისი ისინი აქ ამას ეს ჩემი გაკეთებული გახლავთ მოსწავლეებისთვის და არა მხოლოდ კოლეგებისთვის, არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის. რასაც გავაკეთებ აქ ყველაფერი ჩაიწერება, ჩემი საუბარით ჩაიწერება და აი ესეთი ჩაიწერება, რასაც მოქმედებებსაც გავაკეთებ აქ გადავალ, გადმოვალ სხვადასხვა. ანუ თვითო გვერდის ჩაწერას გულისხმობს ეგ. დაბრუნდეთ ეხლა უკან. სად არის ეს? აი. ანუ ნახეთ, რომელსაც გავხსნი, იმ გვერდზე გაკეთდება ჩანაწერი მხოლოდ. სხვაზე არა. ტაბებზე. ეხლა ეს რას გულისხმობს? ფანჯარა. ამ შემთხვევაში ნახეთ ეს გულისხმობს იმას, რომ მე თუ აქ რაიმე პროგრამას გავხსნი, მაგალითად აი ეს კოლაჟების გასაკეთებელი პროგრამა, ან აი ეს სურათების დასამუშავებელი პროგრამა,
რა პროგრამებს თუ გავხსნი აი აქ და ვიმუშავებ იმ პროგრამაში, იქ იმის ჩანაწერი გაკეთდება. და აი მესამე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია, entire screen, ანუ მთლიანი ეკრანი, ნებისმიერი გვერდი, ნებისმიერი პროგრამა, ნებისმიერი ჩაკეცვა, რასაც კი გავაკეთებ, ყველაფერი ჩაიწერება აბსოლუტურად. ეს ამას ნიშნავს ეს მესამე entire screen და ეს არის ხოლმე უმეტეს შემთხვევაში ბევრი ადამიანისთვის საჭირო, ვინც აკეთებს მაგალითად ვიდეო ინსტრუქციებს. YouTube-ში მეც მაქვს YouTube-ის არხი, სადაც დევს ჩემი ვიდეო ინსტრუქციები. ახლა მე კი სხვა პროგრამაში ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ ბევრი არსებობს ასეთი ეკრანის ჩამწერი პროგრამები. და ვისაც უნდა ესეთი რამე გავაკეთოს, ან ახლა მე ამაში ვიყენებ, მაგრამ შეიძლება სულ სხვა რამეშიაც გამოიყენო ეს. მაგალითად, გააკეთო რაიმე გაკვეთილთან დაკავშირებით, გახსნა პრეზენტაცია ან რაღაცა რესურსი, ისაუბრო ახსნა, ეს ყველაფერი ჩაწერო, ჩაიწერს პროგრამა და შემდეგ ვიდეო ფაილს მიიღებ და შეგიძლია გადაუგზავნო ის მოსწავლეებს, ან კოლეგებს და ასე შემდეგ. ვინ როგორ გამოიყენებს, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ ადამიანზეა დამოკიდებული, რისთვის სჭირდება ეს. მე მაგალითად კიდევ ვიმეორებ, მჭირდება ვიდეო ინსტრუქციებისთვის. და თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ბევრი რამ. ამით, ნახეთ ახლა აი დავაწყაპე ამას entire screen, შემდეგ ვაწყაპებ აი ამას, მთლიანი კომპიუტერის დესკტოპია როგორც ხედავთ, ყველაფერი აბსოლუტურად და შემდეგ ღილაკი share. და ამას რო დავაწყაპებ, უკვე ფაქტობრივად დაიწყება ჩაწერა. სამს დამithვლის და შემდეგ დაიწყება აი გავაკეთოთ. აი დაიწყო უკვე მეგობრებო, ახლა ყველაფერი იწერება. აი ეს ჩემი საუბარიც, რასაც გავაკეთებ, ყველაფერი ჩაიწერება აბსოლუტურად. ჩემი სხვადასხვა გვერდებზე გადასვლა იქნება ეს, თუ რაც კიდე იყოს. აი ვაკეთებ ახლა ვიწეს იწერება და მაგალითისთვის ჩაიწეროს რო გიჩვენოთ. თუ პოსტას გავხსნი მაგალითად, თუ რასაც გავაკეთებ, ყველაფერი აღიბეჭდება ეკრანზე რაც მოხდება. კიდევ გავხსნათ აქ რამე. თუნდაც აი ეს გვერდი. კი ბატონო, აი ესეც გავხსნათ, შემდეგ ჩავკეცოთ ეს. აი ეგ დესკტოპი. ახლა აი ამოვწევ ჩვენი შეხვედრა, სადაც მიმდინარეობს, აი ჩვენი გვერდი, ხედავთ ალბათ, აი ესეც ყველაფერი ჩაიწერება. აბსოლუტურად. ასაც ხედავთ. აქ თუ გავხსნი რაიმე პროგრამას, აი ესეც გამოჩნდება. თუ გავხსნი მაგალითად აი ეს არის სურათების დასამუშავებელი, ხარისხის გასაუმჯობესებელი და ასე შემდეგ პროგრამა. უბრალოდ პროგრამას ავხსნი, რომ ეგეც გიჩვენოთ. აი აქ თუ შემოვიტან სურათებს, შემიძლია დავამუშაო ის სურათები და მაღალი ხარისხი გავუკეთო სურათს და რაღაცა დავამუშაო მოკლედ სურათები, ეს პროგრამა გახლავთ. მომდით აი გიჩვენეთ ყველაფერი, ფაქტობრივად ყველაფერს შევეხე, გვერდების გადასვლა, გადმოსვლა, სხვადასხვა გვერდებზე. შემიძლია მაგალითად ახლა აი ეს რაღაცა საინტერესო გვერდია, ხო? საინტერესო რესურსით ისტორიკოსებისთვის და აი ეს გვერდი გავარჩიო, ახსნა ეს რა რესურსია მაგალითად, რომ აი აქ არის ძალიან ბევრი თავმოყრილი წყაროები და ასე შემდეგ, საგანმანათლებლო მასალები, რესურსები და ასე შემდეგ, აი ასე რუკები და ასე, აი გაგაცნოთ მაგალითად აი ეს ვებგვერდი, ეს ყველაფერი იწერა. მე მგონი საკმარისია, მე შემდეგ რას ვაკეთებ? ბრუნდებით იმ პროგრამაში, აი აქ და ვაწყაპებთ აი ამ გათიშვის ღილაკს, გავთიშოთ. დამთავრდა ჩაწერა. უი, ხმარატო არა, კონთ. ხმარ ჩაიწერა რატომღაც და არ ვიცი რატო ეს პირველი შემთხვევაა. საქმე ხო არ მაქვს გათიშული რამე. აქედან ჩართული იყო და ხმა უნდა ჩაწერილიყო აუცილებლად. აი შეიძლება აქედან თუთი
ესეც სწორად არის მონიშნული. რატო არ ჩაიწერა ხმა? ესეთი შემთხვევა არც არ მქონია. ნუ როგორც ხედავთ, ვიდეო ჩაწერილია. ხედავთ, რომ ყველაფერი რაც გავაკეთე ეკრანზე, ყველაფერი ჩაწერილია. ეს ხმა. ხო, ეხლა ერთი წუთით ვიდეო რო ჩაწერილია, მე მგონი ამაში დარწმუნდით. ეხლა რაც შეეხება ხმას და მაგ ეხლა მე არაფერ. აი, წინა შეხვედრაზე გაკეთებული მაგალითი, აი, recording, აი ეგ არის. აი გიჩვენებთ. და აი, ეხლა უკვე დაწყებულია ჩაწერა, რასაც ვაკეთებ, რასაც აი, წინა შეხვედრაზე გაკეთებულია ეს. აი, გადავალ სხვადასხვა გვერდებზე. ერთი ორი წუთით. კი ბატონო, რასაც გავაკეთებ აქ ხმა მოქმედებები ეკრანი ყველაფერი იწერება აბსოლუტურად. ეხლა ეს ესეც შემდეგ ეს რა არის? აი ესე გადავალ სხვადასხვა გვერდებზე. და შემდეგ ნახავთ, როდესაც დავამთავრებ ჩაწერას. უბრალოდ მაგალითისთვის ნუ როგორც ხედავთ ეს ყველაფერი წესრიგშია და ეხლა რატო არ ჩაიწერა ხმა უბრალოდ მაგას გავარკვევ. რაღაცაში არის აქ საქმე, აი ეგ მაგონთ არავის თითი არ დაუდვია ამისთვის და რატო შეიცვალა, არ ვიცი ნამდვილად. რატო არ ხო, ეხლა მოკლედ ეს კიდე როგორ მიშლის ხელს. რა ვიცი, ეს მომნიშნა. ეგ არ არის პრობლემა, უბრალოდ ეხლა ხანდახან ხდება ხოლმე ესეთი რაღაცას უნდა გასწორება, აი აქ მიკროფონს ან რაღაცას, იმის ის არის ეგ სხვა არაფერი, ხედავთ, რომ წინა შეხვედრაზე ჩაწერილია ყველაფერი წესრიგშია. უბრალოდ ეხლა აღარ მინდა გაგაჩეროთ დიდხანს და ეხლა ამას გაწვალოთ ამის გულისთვის, მე როგორ გავასწორებ ამას, თორე ნამდვილად გავასწორებ. მოგლეთ სად არის ესა? ხო, შემდეგ რას ვაკეთებთ? ვაწყაპებთ ღილაკს finish. აი ჩაიტვირთება ახლა ეს. და შემდეგ გადმოწერთ. stream-ში გაიხსნება ჯერ. აი stream-ში და შემდეგ აქედან აი download გადმოწერა. გადმოწეროთ იმაში, კომპიუტერში ან OneDrive-ში. აი შეგიძლიათ OneDrive-ცა ჩანს. უნდა ჩანდეს წესით სადმე. აი OneDrive-ი, თუ OneDrive-ში გინდათ შენახვა, თუ არა და კომპიუტერში მიუთითებთ თქვენთვის სასურველ ადგილზე რომ შეინახოს. ფაილის სახელი შეგიძლიათ შეცვალოთ, რა თქმა უნდა. ეკრანის ჩაწერა რაღაცა ესეთი დავარქვა. და ეგ გადმოწერილია უკვე კომპიუტერში. და შეგიძლიათ მერე ეს ფაილი აქ დაამუშაოთ, მეგობრებო. თუ რაღაცა არ მოგწონთ, ხო? ნახეთ, ხო იცით ეს უკვე გიჩვენეთ ყველაფერი. თუ რაღაცა არ მოგწონთ, ამოჭრა გინდათ ან რაღაცა გინდათ, აი აგერ აქედან შეგიძლიათ აი აქედან დაამუშაოთ ეს ჩაწერილი ვიდეო, ეკრანის ჩანაწერი. რაღაცა ამოჭრათ ან რაღაცა ამ შემთხვევაში აუდიოს დავადებდი მაგალითად და ასე შემდეგ რო არის მის ხმა, რომელიც შეგიძლიათ ის რაც დასაწყისში გიჩვენეთ, შეგიძლიათ ეს ფაილი დაამუშაოთ ყველანაირად, როგორც გინდათ ისე. ეგ თქვენი გადასაწყვეტია ეგ. თუ არა და გადმოწერა ჩვეულებრივ გიჩვენეთ როგორც ხდება აი აქედან გადმოწერა. და ნახოთ ეხლა ეს გადმოწერილია კომპიუტერში. უბრალოდ ეგ არის ნაკლი, რომ ხმა რატომღაც არ ვიცი, წესრიგში იყო და არავინ არ შეხებია ამ კომპიუტერს და რა მოვიდა არ ვიცი. აი ვიდეო ფაილი, როგორც თუ რა დავარქვი, ეკრანის ჩაწერა. კი ბატონო. აი ეს არის. გახლავთ.
ხო, აქ ეხლა შეგიძლიათ თქვენ მაგალითად ნახე მე ის დამავიწყე და მე თქვა თქვენთვის რომ როდესაც ამას ვაკეთებთ ერთი წუთით მოდი ახლიდან გავაკეთებ ეხლა უბრალოდ გიჩვენებთ არაფერს არ გავაკეთებ კამერა რეკორდინგს ვაწყაპებთ შემდეგ აი ეს დამავიწყე და მე თქვა კამერა არ მინდა screen ნახეთ აი ეს მინდოდა მე თქვა რომ შეგიძლიათ თქვენი თავი გამოაჩინოთ აი ასე კამერას ქონდა ხაზი გადასმული შემიძლია კამერას თუ ხაზს იმას გავთიშავ არ ჩაიწერება ჩემი სახე და თუ მინდა რომ ჩემი სახეთ გამოჩნდეს შეგიძლიათ ეს დააპატარაოთ ამოძრავთ აქეთ გადმოიტანოთ და საუბრის დროს თქვენი აი ეს პატარა ის გამოდი პატარა რაღაცას გავაკეთებ იქნება გასწორდა ის ხმა ეგეც არ ვიცი უბრალოდ ნახევარი წუთი ვაწყაპებ ღილაკს კი ბატონო აი ისე ვაკეთებ და აი უკვე ხა დაიწყება აი ესე გამოჩნდება საუბრის დროს თან თქვენი სახე თუ არ გინდათ იცით როგორც უნდა აიღოთ და მოკლედ თეორი რაღაცა ვცადოთ და შემდეგ გავთიშოთ აი ესე გამოჩნდება საუბრის აი ჩაიწერა ხმახე თუ არ გინდათ იცით როგორც უნდა აიღოთ და მოკლედ თეორი რაღაცა ვცადოთ და შემდეგ გავთიშოთ ესე ხმაც გავასწორი და გიჩვენეთ რომ ნამდვილად ყველაფერი ძალიან კარგად ხდება ხმაც იწერება სახეთ შეგიძლია გამოაჩინოთ თქვენი სახე და მოკლედ რა ვიცი ახლა აი რა სიტყვით რამე შეკითხვა ხომ არა გაქვთ გადმოწერაც გიჩვენეთ როგორ ხდება ხომ არ არის მეგობრებო რაიმე შეკითხვა მე არა რა სიტყვის ზოგადად არის გამოსადეგი თუ არა თქვენთვის თუნდაც ის ვიდეოს დაჭრა ვიდეოს აწყობა ხმის დადება ნუ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა როგორ შეაფასებდით მოკლედ ძალიან საინტერესო მასალა იყო ქალბატონო მანანა დიდი მადლობა და რა კაი რაღაცებს გვასწავლით რაც მთავარია შეძლოთ რომ ყველაფერს ამის გაკეთება ნამდვილად ძალიან კარგია ძალიან მე ხტულანებული ვარ არ ვიცი სხვა როგორ არა ნამდვილად ძალიან კარგია იმიტომ რომ ერთ სივრცეში ვსწავლობთ მუშაობას ყველაზე მთავარი რაც არის და ის რა ქვია აი მეც ახლა ბილინგულს რო ვატარებ ეს ადრე არ ვფიქრობდი ხოლმე და კი ბევრი რაღაც ვიცი OneDrive-ის მაგრამ ეს არ მფიქრე პირდაპირ ხსნი დოკუმენტს და გაკვეთილს ნებისმიერს რომელსაც ვატარებ მაშინვე ვტვირთავ ტელეფონიდან უკვე და საკმაოდ გამიმარტივდა მუშაობა და კარგია და ეს ვიდეოც საკმაოდ საინტერესო არის რომ აქვე ერთ სივრცეში მუშაობ და სადაც არ უნდა გახსნა ანუ ლეპტოპიც რომ არ ქონდეს ტელეფონით იმუშავებ ძალიან ჩვეულებრივად ну ძალიან კარგია მე მომწონს პირადად თქვენი გვარი რომ მითხათ კი ვერ გხედავთ არჩემაშვილი ნინო არჩემაშვილი რო არა გაქვთ გახსნილი კამერები არა იყავით ქალბატონმა თამარმა იცის ხოლმე ჯაყელმა რომ ვაიმეო ესე იგი მინდაო რომ სახეები დავინახო და ამგან დავსწრებიო ხო ნუ პრინციპში სწორია მე არ ვიცი ხოლმე არა მე მაქვს სულ ჩართული მაგრამ რატომაც რომ მოეწყოლიდან სიცხე მომცა და კი ბატონო ძალიან კარგი ძალიან მიხარია რომ მაყოფილი ხართ და იღენებთ ამ ყველაფერს წარმატებას ძალიან მარტივად ხსნით ანუ როგორც სიტყვიან იმით არ არის ჟარგონული ენით რომ არის ხოლმე და საკმაოდ ურთულოვან მე იცით რაშია მე თვითონაც თქვენსავით პედაგოგი ვარ ისტორიკოსი ვარ მე უბრალოდ ჩემი ძალიან მიყვარს ტექნოლოგიები და ჩემი მეორე მხარეა თორე
თქვენაირი პედაგოგი ვარ და იმიტომ თორე აი ხა ისტის ხალხი და აიტები ამას ხსნიან რთულად. კი, იმათ გონის რთულად, დიახ, და ეს ჩვენთვის ძალიან რთულია. მე პედაგოგი ვარ და ამიტომ მე მესმის ძალიან კარგად ჩემი კოლეგების, ასე ვთქვათ, ვიცი ეს კარგად ვიცნობ ძალიან და ამიტომ ვცდილობ ძალიან მარტივად ავხსნა და გასაგებად. ხო და სხვათა შორის ასეთ სიტუაციაში, როდესაც უბრალოდ ჩვეულებრივ პედაგოგებთან ვაკეთებთ ამას და არა ეხა ტექნოლოგიების ხალხთან, ხო? ამ შემთხვევაში ეს ამართლებს ძალიან. ეს ამართლებს, როცა ასეთი მარტივი ენით და პედაგოგისთვის გასაგებად რომ ადვილად გაიგოს და მართლა ესე იგი არ დაკომპლექსდეს ადამიანი და არ შეშინდეს და არ იფიქროს რომ უიმე ეს რა არის, ეს როგორ უნდა გავაკეთო. ხო, ანუ არაფერი არ არის შეუძლებელი ნამდვილად. კი, ანუ საკმაოდ დიდი ხანია მაქვს შეხება, მაგრამ აი ეს რაღაცა ძალიან კარგია ის მოიხვეწება ეს Teams-ის პროგრამა და აი მართლა ვწვალობდი, ესე იგი 1-2 წელი ეს გადავიტანდი ლეპტოპში ამ გადაღებულ ფოტოებს, მე ეს უნდა ამეტვირთა Word-ის ფორმაში და სადღაც 3-4 საათი მხოლოდ ამ რაღაცისთვის ნახულობდი. ეხლა როგორც კი ვიმუშავებ, მაშინვე იტვირთება და რავი ძალიან კმაყოფილი ვარ მე პირადად. ძალიან სასიამოვნოა მეგობრებო, ალბათ რაღაცა კვლევებიც შეიძლება წავიდეს ამასთან დაკავშირებით, არა მარტო ამასთან, ზოგადად ყველა საგნობრივი იმის მიმართულებით, კვლევაც მიდის ხოლმე და საინტერესოა ხოლმე თქვენი მოსაზრებები, ზოგადად არა მარტო ჩემ აი ამ ტექნოლოგიებზე ვიძახი, ზოგადად ყველაფერზე ვიძახი, რაც გიტარდებათ. აქედან გამომდინარე დააფიქსირეთ ხოლმე ეს თქვენი შეხედულებები და ასე შემდეგ, ის რაც კარგია, ითქვას რომ კარგია, რაც არ ვარგა, ითქვას რომ არ ვარგა, რაც გამოსასწორებელია, კვლევის მიზანიც ეგ არის პრინციპში. რომ რაც მას გაამართლა, ანუ კარგად მივდივართ და სწორად მივდივართ, რამაც ვერ გაამართლა, ვეძებოთ იქ მიზეზები, რატო ვერ გაამართლა. ანუ ახალია და ინერგება ნელ-ნელა და ამიტომ კავშირიც უნდა გქონდეს ჩემი აზრით, რომ კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი თუ ვინმე რამეს გააკეთებს და მე გამომიგზავნის და მიჩვენებს და გამიზიარებს, აუცილებლად დაუბრუნებ უკუკა, ვინც მე გამომიგზავნეს წეგან გითხარით. ყველას გაუგზავნე უკავშირი, ჩემი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემთვისაც და იმ ადამიანისთვისაც, იმიტომ რომ გვაინტერესებს თუ დავინახოთ ეს ჩვენი, ასე ვთქვათ, შრომის შედეგი და შეგვიფასონ რა, მოკლედ. დიახ, ან Teams-ში არ მიმუშავია ზოგადად თვითონ პროგრამა მაქვს ჩამოტვირთული და ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს გაკეთებული ეს თქვენ რასაც ხდით, ანუ ჩემთვის არ იყო უცხო. ხო, მაგრამ აი ეს ერთ სივრცეში რო ეს ძალიან მომწონს ერთადერთი რაც არის. უბრალოდ კარგი იქნება თუ გაუმჯობესდება ვიდეოს ხარისხი თვითონ. ხარისხობრივად არის ძალიან დაბალი ხარისხის, როდესაც კეთდება. დანარჩენ ძალიან კარგი. რომელი ვიდეოა დაბალი ხარისხის? ანუ როდესაც ვჭრით, ანუ მე რას როდესაც ვჭრით, ანუ აი ამ შევამციროთ ზომა და დავადოთ ამ შემთხვევაში მაინც ეკარგება ხარისხი თითქოს ეხლა რომ უყურებდი ხარისხი დაკარგული ქონდა და მაგიტომ არა ის თვითონ ის დაჭრის ის რო გიჩვენეთ ის თვითონ ძველი ფილმია ეგა შეგვიძლია გადმოვწეროთ 4K ხარისხში ეგ ძველი ფილმია მზე შემოდგომისა იქიდან რაც გავაკეთე ხო მე ჩვენ საქართველოში გამოვიყენე ეგ როცა ბავშვები სწავლობენ თბილისს მე-6 კლასში იქ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ერთ ეზოში როგორ ცხოვრობენ და როგორ ურთიერთობენ და რაღაც აი მაგ ფილმში ძალიან კარგად ჩანს ალბათ გემახსოვს მედეა ჯაფარიძე თამაშობს და ძალიან მეყვარს ძალიან ბევრჯერ კი ძალიან საყვარელი ფილმი და აი ეგ არის ძალიან კარგი რო ჩანს ეს ეზო ერთი ეზო და ასე შემდეგ მაგის გულისისა მაქვს ამოჭრილი რომ ბავშვებს ვაჩვენო ეგა როგორ ცხოვრობდნენ აი ეს თბილისური იტალიური ეზოებს რო ვეძახით ჩვენ და იმისთვის მაქვს ეგ ვიდეოები მოკლედ რა ამოჭრილი დაჭრილი მაქვს მაგრამ ძველი ფილმია და მაგიტომ არის თორე არა აქ სტრიმში არ კარგავს ხარისხს პირიქით შეგიძლია ხარისხი გააუმჯობესოთ და 4K ხარისხში გადმოწეროთ ვცდილობ თადეთ აუცილებლად იმიტომ რომ თვითონაც იმაზედაც არის დამოკიდებული ვიდეო ფაილი როგორ ვიდეო ფაილს ავტვირთავთ ეს მართალი ხარ. ხო, ანუ მე სხვა პროგრამით მაქვს გაკეთებული და მაგიტომ. კარგი, მოკლედ ძალიან გამიხარდა რომ მოვისმინე ახლა ეს თქვენი აზრი და ზოგადად რომ იყენებთ OneDrive-ს და ასე შემდეგ, სასიამოვნოა ძალიან. სხვებსაც ხომ არ გაქვთ მეგობრებო რაიმე სათქმელი?
არის რამე კითხვები ან რამე აზრის რამე გამოთქმა ხო მაგ სურთ? არა? არა. კარგით, მოკლედ, თუ არ არის შეკითხვები, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უბრალოდ ვინმე არ დაგვრჩეს ისეთი, რომ რამე გქონდეს შეკითხვა. არ არის შეკითხვები ნამდვილად? აღარა მოიწურა? არა. კარგით, კი ბატონო, ამ შემთხვევაში მე თუმცა ერთი წუთით მე მინდა გაგიზიაროთ. მოდი ჩაწერასაც გამოვრთავ ვარეღა. ერთი წუთით ეხლავე. მე მინდა გაგიზიაროთ ჩვენი ბილინგურის არხი და აი, ესე იგი, მაგ არხზე ავტვირთავ უკვე ფაქტობრივად ამ მესამე სესიას უკვე დავამთავრე დღეს ყველა ჯგუფთან. ეს მესამე